ითათია სხვათა შორის მე როცა ქუჩის გამოკითხვა ჩავატარე დღეს და ჩავწერე ხალხი, რას ფიქრობენ ისინი, როგორ წარმოუდგენიათ ცხოვრება აკრძალული ოპოზიციის პირობებში, მათ მითხრეს ბევრმა სხვათა შორის, რომ დიახ, ზოგიერთი პარტია უნდა აიკრძალოს და მათ ადგილას ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ. ეგოისტურად რომ მივუდგეთ, რაღაცა შეიძლება ცოტა მაცდური, ასე ვთქვათ, პოზიცია იყოს ახლა, მაცდური ვითარება იყოს აი თქვენთვის ახლად შექმნილი ძალისთვის, მაგრამ კონტექსტი ძალიან ბევრს ნიშნავს და ბრძოლა, რასაც ახლა ჩვენ ვუწოდებთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, რამდენად ტოვებს სივრცეს ასე ეგოისტური მიდგომებისთვის, ხო? თქვენთვის რას ნიშნავს ის, რომ აი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა დღეიდან უკვე დაიწყო. ეს პროცესი დაწყებულია. დიახ, მაცდურია ხა არ მგონია რომელიმე ახლა შექმნილი ძალისთვის იქნება ეს პარტიად ჩამოყალიბებული ძალა, პარტიის გზაზე მყოფი ძალა თუ მოძრაობად მყოფი ძალა, რაიმე იყოს საერთოდ ამ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვართ პოლიტიკურ რეალობაში. არათუ მაცდური ყველაფერი რაც კი გარშემო ხდება, აბსოლუტურ დემოტივაციას შეიძლება ახდენდეს ხო, რომ საერთოდ პოლიტიკურ სპექტრში ადამიანები მოვიდნენ, მით უმეტეს ახალი ძალები, ეს სივრცე ყოველთვის დემოტივატორი იყო. რეალურად პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკის კეთება ყოველთვის იყო არაპოპულარული ქმედება, იმიტომ რომ ყოველთვის ეს სივრცე ასოცირდებოდა რაღაც ტიპის სიბინძურესთან. მით უმეტეს დღეს, როცა ამ ზოგად განწყობასთან ერთად გემატება აბსოლუტური რეპრესიული კასკადი, შეუძლებელია ამაში მაცდური იყოს რაიმე ან კიდე პირად ანგარებასთან საერთოდ რაიმე კავშირი ქონდეს ამ მოცემულობას. ხო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე დაწინაურების შანსად შეიძლება აღიქვას ბევრმა, სხვათა შორის აი მაგალითად კახარიასა და ლელოს შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა სწორედ ამით აიხსნა, რომ მათ პირველობის მოპოვება სურდათ ამით. როგორც დამთავრდა კი ვნახეთ, მაგრამ მაინც. ეს პარტიების აკრძალვის ფენომენი პოლიტიკურ ველში დაწინაურების რაიმე ტიპის სივრცეს ტოვებდეს რაიმე ძალისთვის. საერთოდ, მაგრამ აქვე უნდა ითქვას ის, რომ თქვენ გამოკითხვა ახსენეთ და გამოკითხვაში რამდენიმე გამლელმა მოქალაქემ გითხრათ, რომ შეიძლება პრინციპში უნდა აიკრძალოს კიდეც გარკვეული პარტიები. გამოკითხვას ჩვენც როგორც მოძრაობა არაფორმალურ გამოკითხვებს თავისთავად ჩვენც ვატარებთ, მათ შორის ყოველ ხუთშაბათს გვაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გასვლები და იქ საკუთარ გაზეთს ვარიგებთ და ამავდროულად ამ გაზეთის დარიგებისას მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინტერაქციაში შევიდეთ. დღესაც არიგებთ სხვათა შორის თქვენი წარმომადგენლები ქუჩაში ვნახეთ. აქედან მოვდივარ, დიახ, მარჯანიშვილის მეტროს ტერიტორიაზე ვარიგებდით. აი ამ საუბარში მთავარი რაც იკვეთება ხოლმე, ერთ-ერთი მთავარი რაც იკვეთება ხოლმე, ერთის მხრივ არის ის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელშიც ვართ და მეორეს მხრივ თავისთავად უდიდესი ტერორი, იმის რომ უამრავი ადამიანი გვხვდება, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ თვითლეგიტიმაციაში მყოფი სამთავრობო სექტორის მიმართ, უზომოდ კრიტიკულები არიან მათ მიმართ, თუმცა მხოლოდ მას შემდგომ ახერხებენ ამის გაჟღერებას, რაც ერთგვარად გაშინაურდებიან ხოლმე ჩვენთან და ამავდროულად, როდესაც მიდის საუბარი იმაზე პირველად როცა მიდიხარ და არ გიცნობს ადამიანი, პირველი რასაც ამოწმება ხოლმე ეს არის ვარდებით თუ არა აი ამ ორად კალათაში, რაც არის ნაცები, ეგრეთ წოდებული და ქოცები და რა წამს აი ამ კალათაში არ ვარდები, მე ბევრად უფრო მეტი ნდობა უჩნდება შენი, ამიტომ მესმის იმ განწყობის თავად, რაც საზოგადოებაში არის, რაც საერთოდ არ მგონია ნიშნავდეს იმას, რომ ისინი რეპრესიებს ამართლებენ, არამედ უფრო მეტად იმის ხაზგასმა, რომ მათ მოყირჭდათ ის პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც უკვე 30 წელია უყურებენ და რომელსაც ფიზიკურად ვერ გამოდათ, მუდმივად აი ამ სამყაროში გვტოვებს მათ როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება თავისი რეპრესიებით და აქედან გამოსვლის სურვილს უფრო მეტად ვხედავ ამაში, ვიდრე იმის სურვილს, რომ რეპრესიები გაიზარდოს რეალურად რაიმე ტიპის ძალასთან მიმართებით. აი ამას იხელთებს სწორედ ქართული ოცნებაც და აი ამ რეპრესიული კანონმდებლობით მათ თითქოს გამოსავალს თავაზობს, რომ ის რის გეშინიათ და ვისიც მანიპულირებდი მე ამდენი წლის განმავლობაში, რომ აი გეუბნებოდით, რომ თუ კი მე აღარ ვიქნები მოვლენ ისევ ნაციონალები, მათ აუკრძალავ. აი ამ გამოსავალს გთავაზობთ. ამ შიშებით манипуляციით გაიმყარა რეალურად ქართულმა ოცნებამ დღეს თავისი ძალაუფლებაც და ამ პასუხშიც სწორედ ამ ნაწილს ხედავ მე პირადად არანაირი ტიპის პირადი ანგარების სივრცესაც კი ვერ ხედავ საერთოდ და არ მგონი აქ ამ მაგიდას სამწყდობი რომელიმე ადამიანი რაიმე ტიპის პერსპექტივას ხედავდეთ დღევანდელი სხდომის ყურების პროცესში ნამდვილად.